დემოკრატები ყველას მხარდაჭერას კარგავენ, რადგან ისინი სრულიად გაგიჟდნენ და ბილ მაჰერი აღარ იკავებს თავს. უბრალოდ მოусმინეთ, რას ამბობს ის ამაზე. და ბოლოს ახალი წესი, დონალდ ტრამპმა 1 ტრილიონი ტყუილი თქვა, მაგრამ როცა ამბობს, რომ ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები სინამდვილეში კომუნისტები არიან, ეს მათ შორის არ არის. და ეს სიმართლეა. ეს ასე არ არის. მარტივად შეიძლება ამის დამტკიცება უბრალოდ DSA-სა და მათი კანდიდატების ციტირებით. JD Vance იყო გადაცემაში და მე ვუთხარი მას, რომ თუ დემოკრატიული პარტია გააგრძელებს DSA-ის მიმართულებით სვლას, ჩემი ხმა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო და მთელი შვებულების განმავლობაში მხოლოდ ის მესმოდა, ღმერთო, ეხლა რესპუბლიკელი ხარ. არა, ეგ არ მithქვამს. ვთქვი, რომ გადაუწყვეტელი იყო. აი რატომ? იმიტომ რომ კვირა არ გავა ისე, რომ დემოკრატიულ პარტიაში ახალად არჩეულ საინტერესო ახალ სახეზე არ წავიკითხო. და როცა ეს ახალი სახე პირს გახსნის, კომუნისტური მანიფესტი ან კიდევ სხვა გიჟური რაღაცები ისმის. ეს კომედი არ არის. სპილი ჩვეულებრივ სასაცილოა, მაგრამ ეს სასაცილო არ არის. ეს დაუჯერებლად გულსათქანი და სამწუხაროა. ის აბსოლუტურად მართალია. და დემოკრატებმა ყველგან, როცა DSA-ის მისცეს საშუალება შემოსულიყვნენ, რომლებიც გიჟი ექსტრემისტი იდეოლოგები არიან, ფაქტობრივად გაყიდეს თავიანთი პარტია და ახლა არსად აქვს წასასვლელი. იმიტომ რომ თუ დემოკრატი ხარ, რესპუბლიკელი არ ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად შეშლილი DSA-ის მხარდამჭერი ხარ. გულისხმობ, ეს გულდასაწვატია. კიდევ ერთხელ, მოდი უბრალოდ წავიკითხოთ ციტატები. DSA-ის პლატფორმა ამბობს: თქვენი შრომა, თქვენ მუშაობთ იმდენს, რამდენსაც შეძლებთ და არაუმეტეს საჭირო რაოდენობისა. თუ ეს კიდევ უფრო ახლოს იქნებოდა კარლ მარქსის გამონათქვამთან, თითოეულისგან მისი შესაძლებლობების მიხედვით, თითოეულს მისი საჭიროებების მიხედვით, მათ პლაგიატისთვის უჩივლებდნენ. ნიუ-იორკის მერმა მონდანიმ ერთხელ ზუსტად კარლ მარქსის სიტყვები დატვიტა. ისინი ამას დამალვას არ ცდილობენ. მათი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი ჰასან პაიქერი ფიქრობს, რომ კომუნიზმი ძალიან მაგარია. ის წუხს ორი ყველაზე სისხლიანი რეჟიმის, საბჭოთა კავშირის და თავმჯდომარე მაოს ჩინეთის დაცემაზე. სხვათა შორის ის ასევე ამბობს, რომ ამერიკა იმსახურებდა 9/11-ს თუ უბრალოდ გადახედავთ იმას, რასაც ეს ადამიანი ჰასან პაიქერი ამბობს. მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის, რასაც კომუნისტური პარტია, რომელიც ეხლა ამერიკაში DSA-ით არის ცნობილი, საჯაროდ მზად არიან აღიარონ და ამას არ მალავენ, სწორედ ეს არის მათში ყველაზე შემაშფოთებელი. მათ იმდენი იმუშავეს პროპაგანდის ხალხის გონებაში ჩანერგვაზე, რომ ეხლა შეუძლიათ თქვან ისეთი რამ, რაც სულ რამდენიმე წლის წინ სრულიად მიუღებელი იქნებოდა და არ ეშინიათ. ამას არ მალავენ. ისინი ინფილტრაციასაც კი არ ცდილობენ. პირდაპირ ხმამაღლა ამბობენ. მათი ლიდერები ამბობენ ისეთ რამეს, როგორიცაა: კი, დემოკრატები გვჭირდება, რადგან მათ ხმებს მივიღებთ. რესპუბლიკელების ხმებს ვერ მივიღებთ და მე ყველას გავაგდებთ. მონდანის თანაშემწემ მისმა მთავარმა თანაშემწემ სია ვივერმა თქვა: თუ არ გჯერათ მთავრობის წმინდა უფლების, რომ ქონება ჩამოართვას, ყველაფერი დასრულებულია და გააღატაკონ თეთრი საშუალო კლასი. რა? ეს მიზანია. კიდევ ერთხელ, ეს სასაცილო არ არის. ეს ნამდვილად არ არის სასაცილო. სინამდვილეში ეს მართლაც ის არის, ის ამ ხალხს ჯერა, რომ თეთრი საშუალო კლასი უნდა გააღარიბო. გონია რომ ხალხს შეაშინებ და შენზე მისცემენ ხმას, ხომ ასეა? ერთ-ერთი ახალი, მალე კონგრესის დემოკრატი წევრი დარლეზია შევალიე მხარს უჭერს ჩამორთმევას. ის შეშლილია. უძრავი ქონება მეპატრონეებისგან და თქვა, ჩამოართვით წარმოების საშუალებები. მონდანიმ თქვა, რომ საბოლოო მიზანი წარმოების საშუალებების ჩამორთმევაა. მე ვფიქრობ, რომ მათ სურთ წარმოების საშუალებების ჩამორთმევა. კიდევ ერთხელ, ეს სასაცილო არ არის, საშიშია. სინამდვილეში შემოწწუნებელია. შეიძლება ეს სკოლაში გამოგჩათ ან საერთოდ არ გისწავლიათ, მაგრამ ეს კომუნიზმია. ეხლა DSA-ში არსებული კოალიცია სახელად მარქსისტული ერთობის ჯგუფი წამყვან პოზიციაზეა. და მე უნდა ვენდო მათ სიტყვებს, როცა მათი სიტყვები მოიცავს: ჩვენი მიზანია გრძელვადიანი ბრძოლა სრულად გათავისუფლებული კლასების გარეშე საზოგადოებისათვის. ერთი სიტყვით, კომუნიზმი. რა უნდა გააკეთონ? Twitter-ში დაწერონ, მეტი კომუნისტი აირჩიონ. ხო, სია ვივერმა გააკეთა. Yeah. კარგია, მიხარია რომ შოკირებული ხარ. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ხდება. მართლა უნდა გააცნობიერონ, ეს სრული კომუნიზმია. როცა ხალხი მონდანიზე ლაპარაკობს, მის მიმართ შიში მხოლოდ ისლამიზაცია არ არის, საქმე მხოლოდ ამაში არ არის, ის სრულად რადიკალი კომუნისტია. და საშინელია ამის მოსმენა და ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტი დანახვა. მე მიყვარს ფარისებელი ამერიკა, მართლა მიყვარს. ნახეთ, ლიბერალებს მოულოდნელად პაპი შეუყვარდათ.
პაპი, რომელიც 2 კვირის წინ ყველა სათაურებში იყო. იცით რატომ? ეგზორციზმები. ხო, ეს დიდი ამბავი იყო, რომ უნდა ჩავატაროთ ეგზორციზმი, დემონები ყველგან არიან ეშმაკები. აი ეგ არის დედამოთხნული პაპი, კარგი? კაცი, რომელიც ეგზორციზმებს ატარებს, არ უჭერს მხარს ერთსქესიან ქორწინებას, ქალმუდლებს არავიარებს. მაგრამ ახლა რადგანაც ის კონფლიქტშია, ტრამპთან, MSNBC-ს უყვარს ეს კაცი. მას დიდი სიტყვით გამოსვლა აქვს ჩაკ შუმერისა და ერიკ სუოლუელისგან. აი რა არის საქმე? მემარცხენე პარტიამ დემოკრატებმა სრულიად დაკარგეს გზა. როცა იკვლევ რას ფიქრობს DSA და მათ გეგმას, სისტემატურად აიღონ ძალაუფლება, ხვდები რომ ეს თეორია აღარ არის. ეს აღარ გავს რაღაც შორს წასულ კომუნისტურ იდეას. ეს ის რამე არისთვისაც 1960-იან წლებში ამ ხალხს ყველა დააპატიმრებდნენ და სამუდაო პატიმრობაში ჩასვამდნენ. ეხლა კი ისინი ირჩევიან და ხმას აძლევენ მათ. მეგობრებო, დროა გამოფხიზლეთ. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.